აშვაგანდა მეგობრებო დასავლეთისგან ყველაზე ცუდი ინტერპრეტაცია გაკეთებული ერთი ინდური აიურვედული ბალახი რომელიც ყველაზე ცუდად იცნობს ხალხი მაგაზე ისე სვავენ ვითომ რაღაცა 1 გრამი უნდა დალიო 1 კაფსულიდან ნახევარი უნდა დალიო მეტი არ შეიძლება ისევ მეგობრებო აშვაგანდა ბავშვისთვისაც შეიძლება და 100 წლის ადამიანისთვისაც შეიძლება მაგალი წნევისთვისაც შეიძლება დაბალი წნევისთვისაც შეიძლება კაცისთვისაც შეიძლება და ქალებისთვის უფრო კარგია დღის ვიდეოში გეტყვი აშვაგანდა როგორ უნდა დალიო რამდენი უნდა დალიო და აშვაგანდა რომელი პრობლემის კურნალობა შეიძლება პირველ რიგში აშვაგანდა იმიტომ ქვია აშვა ნიშნავს ინდურად ცხენი განდა ნიშნავს სუნი ეგეთი ბალახი საიდანაც მოდის ცხენის სუნი ან ცხენის ჯოგი სადაც წერია ცხენის შარდისნაირი სუნი ამას ქვია აშვაგანდა აშვაგანდა არის მეგობრებო ადაპტოგენიკ ანუ ცხოვრებაში ადამიანი დაბადების მერე არის სტრესი ხან ანთების პროცესია ხან შია ადამიანს ანუ რას დაიბადება ადამიანი იქითკენ მიდის რომ მერე იზრდება და მერე ადამიანი ანუ ბუნებამ ესე შეიქმნა ყველაფერი დაიბადა უნდა მორჩე აშვაგანდა ან ნებისმიერი ადაპტოგენიკ გაძლევს მაგის ძალა რომ ეს ყოველდღიური სტრესი ანთება და მაგის საწინააღმდეგო კედელი ააშენონ აშვაგანდა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადაპტოგენიკ რომელიც სტრესში, უძილობაში, ქალების ჰორმონებში, ბავშვების მალე ზრდაში, სიმაღლეში, კარგი ზრდაში, ბევრი რამეში გამოიყენება, მაგრამ არასწორად იყენებ. პირველ რიგში თუ სვავს აშვაგანდა პირდაპირ წყალთან ერთად, აშვაგანდა არ გადამუშავდება ტყუილად სვავს. და მერე ფიქრობს ეს ტყუილია. ბალახი ტყუილი არ არის მეგობრებო თვითონ ვინც გაძლევთ იმათმა თვითონ არ იცის რომ მაგისი გამოყენება როგორ უნდა უთხრა მომხმარებელს ან პაციენტმა როგორ უნდა დალიო მეორე ქალების ისა ულვაშები მოვაო ტესტოსტერონი მოემატებაო კუნთი მოემატება ხალებში ჯოგი ხალები ეშინია მაგის დალევაში არა მეგობრებო არც ტესტოსტერონი დაემატება არც არაფერი დაემატება თუ სვავს ადამიანი აშვაგანდა და ანუ ვარჯიშობს რადგან ადაპტოგენია გაძლევს ის საშუალება რომ ვარჯიში კარგად გააკეთო და მოემატება ძალა იქ შეიძლება კაცი იყო იქ შეიძლება ხალი იყო მაგრამ ხალებში ტესტოსტერონი არ მოიმატება კაცებში კი მოიმატება ეს ლაბორატორიაში გაკეთებული კი არ არის ეს არის ბუნებრივი საშუალება ბუნებამ ყველაფერი კარგად დათვალა და მერე მოიყვანა ეს ყველაფერი. მეორე დრო არის მნიშვნელობა მეგობრებო. თუ აშვაგანდა სვავ თქვენ დილით ეს თქვენ მერე შეიძლება იყო თელი დღე ვითომ ძილში ხარ და დაწოლა გინდა. აშვაგანდა ყოველთვის რეკომენდირებულია ძილის წინ ღამე საჭმელიც მერე ცხიმი უნდა იყო ნაჭამი როგორც D ვიტამინი ისე არის აშვაგანდა ცხიმთან უნდა მიიღოთ გინდა ერბოა, გინდა ცხიმიანი ყველია, გინდა ჯეითუნის ჯეთია. ნაჭამი უნდა კონდე, ან თან უნდა ჭამო და ძევიდან უნდა მიაყოლო აშვაგანდა თუ გინდა სტრესი, უძილობა, კორტისოლის პრობლემები თუ გინდა მოგვარო. კიდე რომელი პრობლემაში შეიძლება აშვაგანდა? საქცრების ტკივილებში. მშრალი კანი კაცი ან ხალი ორივეს სექსუალური პრობლემებში ქალების ჰორმონის დარეგულირებაში ან უშვილობა რო არის ხალი კაცი დიდი ხანია ანუ ქორწინებაში არიან მაგრამ შვილი არ აკავჯერ იმ შემთხვევაში კაცის პრობლემაც შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში უმატებს სპერმის ხარისხი აშვაგანდა პირიქით აქეთ ქალების შორს ქალური ფოლიკულები კვერცხის ხარისხიც უმატებს აშვაგანდა
კიდე ტყუილი მარკეტინგია მეგობრებო, ირექციის პრობლემაში კაცები იყენებენ აშვაგანდა. არაფერში არ დაგეხმარება. აშვაგანდა დაგეხმარება კორტისოლის შემცირებაში. კორტისოლი როცა შემცირდება, ეს ირექციის პრობლემა ბევრჯერ არის, როცა ადამიანი სტრესშია. კორტისოლი რო შემცირდება, ადამიანი კარგად დაიძინებთ, ყოველდღიური საქმე მერე უფრო კარგად აკეთებს და გონია, რომ აშვაგანდა ირექციისთვის მუშაობს. არა, პირიქით აშვაგანდა მუშაობს კორტისოლის შემცირებაში და რომ სტრესი რო სიამციროთ, საერთოდ სტრესი. სტუდენტებისთვის აუცილებელია, როცა სტუდენტები სწავლობენ, ანუ გამოცდილების დროს, რომ კონცენტრირება არ აკეთებენ. მაგ დროს აუცილებლად უნდა დალიო აშვაგანდა, დაგეხმარება, რომ თქვენი საქმე, თქვენი სწავლა კარგად გააკეთო. საერთოდ არაფერი არ აქვს, რომ კაცებმა უნდა დალიო, ან კაცური პრობლემებისთვის არის აშვაგანდა. ეს ცუდი ინტერპრეტაცია. კორტისოლი არის მეგობრებო მტერი ადამიანის. თუ კორტისოლი არის მომატებული, დანარჩენი ყველა ჰორმონი არის კუთხეში. ეშინია. კორტისოლი როცა შემცირებულია, ყველა ჰორმონი ნელ-ნელა დალაგდება. დიაბეტშიც ეხმარება. ინსულინის რეზისტენტობა. ხვევით რომ მიდის კორტისოლი მეგობრებო, იმ დროს ნაჭამის საჭმელში მიგებული მინერალები უფრო კარგად ითივსება და ადამიანი ფიქრობს, უფრო კარგად ვარ, უფრო ხიარულში არის და მეორე დღე ანუ რომ იგებს თქვენ აშვაგანდა, ნებისმიერი საქმე, იქიდან დაწყებული სპორტი, კომპიუტერში მუშაობა, ნებისმიერი საქმე. გინდა სახლის დალაგება აკეთებს ქალბატონი. იმასაც ხიარულით და კარგად აკეთებ. ეგ არის აშვაგანდა. ეხლა აშვაგანდა როგორ შეიძლება დალევა? აშვაგანდა შეიძლება ორინაირად. თუ სვავს ფქვნილი, ერთი ჩაის ყუზი, ყოველ დღე საჭმელიც მერე, როცა გიჭამია ცხიმი, ან შეურიეთ ეს ნებისმიერი ცხიმში და ისე ჩაკლაპე და ზევიდან ან რძე დალია, ან წყალი დალია. ერთი. თუ სვავს კაფსულის ფორმაში. კაფსულაში არის აქსტრატი მეგობრებო, ფქვნილი რო არის, იქ არის ფორთოლი, ძირი, ყველაფერია. აქსტრატში არის სპეციალურად მარტო ძირი და იქიდან ამოგებული აქსტრატი. ყოველთვის ანუ ერთი და მეორეს ვერ ეტყვი რომ ეს კარგია, ეს ცუდია, ორივე კარგია, თუ გაქვს ნამდვილი, იმიტომ აშვაგანდაზე ბევრი ტყუილიც არის, ფქვნილი იყიდება და ვითომ აშვაგანდა, მაგრამ თუ სვავს თქვენ კაფსულა და ეს კაფსულაშიც ფქვნილია, მაშინ ეს ძალიან ცოტა. ანუ თუ სვავს აქსტრატი, მაშინ 250 მილიგრამიდან 500 მილიგრამამდე დღეში ორჯერ შეიძლება დალევა. ყოველ დღე დაახლოებით 3 თვის მერე ნახავს თქვენ ეს თქვენი კორტისოლი, უძილობა, სტრესი, შეშფუთვები ნელ-ნელა დალაგებისკენ მიდის. ხო და არ შეგეშინდე აშვაგანდა ნებისმიერი ასაკში შეიძლება, მაგრამ სწორად უნდა დალიო. იმედია გაიგებს აშვაგანდას შესახებ ყველანაირი ინფორმაცია. თუ კიდე გაინტერესებს რამე, მომწერეთ კომენტარში, აუცილებლად გიპასუხებს. სულიკავი, ძამთელი და ბედნიერი. აბა კარგი.